მეგობრებო, მოგესალმებით. მეოთხე დასი არის დღეს ჩვენთან სტუმრად. ვიდრე გადავიდოდეთ მათთან კითხვებით, მინდა რომ მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, კურსიჯის და Music Rooms. სანამ კითხვებზე გადავიდოდეთ, ჩვენი სპონსორისგან გვაქვს საჩუქარი, პეტო, შეგიძლია გადავწეთ. აი პირველი სტუმრები არიან, ვინც საჩუქარი. ვინც ხელსარიელი არ მოვიდა. გაითვალისწინეთ მეგობრებო. ეს ვეიპები თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გვერდში დგომი კომპანია არის, ძალიან მაგარი ადამიანები და ძალიან მაგარი ვეიპები არის რა. გადავიდეთ კითხვებზე, მაშინ მოგესალმებით ბიჭებო. სალამი. გესმის ძალიან დიდი ხალხმრავლობა სტუდიაში და გენგი ხართ? ხო, გენგი. სად შეიკრიბა გენგი? იგი ნაკლებად ჩორჩი. ბანდა უფრო საზმაკაცო ოჯახი და რავი, სხვანაირი ურთიერთობა. ბავშვობიდან ესე ერთი აზრის ქვეშ ვიყავით ყოველთვის მოქცეულები რა და აი როგორ მოიხდინეთ. ხო, ხო ჯობია ეს. ესე ჯობია. თქვენი რჩევას გავითვალისწინეთ. ხო, თავიდან მე ბავშვობიდან ერთმანეთს ვიცნობთ, ერთად მოვდივართ, ერთად ვმაკაცობთ. არა მარტო ვმაკაცები, ისეც ბავშვის ნათლიები და ესე რა, ოჯახებიც თანაც ვაკავშირებს რა. მუსიკამ როგორ დაგაქონექტათ? კი ბატონო. მგონია რომ პოეზიამაც არ ხარ ჩორს. იცი რა იყო, ჩვენ ესე ჩანაფიქრი არასდროს არ გქონდა და როგორც ბიზნესი, ისე არასდროს არ უყურებთ ამ საქმეს, მოდი ეს საქმე დავიწყოთ და გავაკეთოთ და მოდი გამოგვივა. არა. თვითონ მოდიოდა რა თავისით. რაღაცა ისინი გქონდა, ერთი აზრის გარშემო მოვტრიალებდით, რაღაცებს საბა მანამდე წერდა ვაჩე. ხო და საბამ თქვა ესეთი რაღაცა რომ პაგარი პადვალი მაქვს რა. ძალიან მაგარია, ჩემი აზრითო ისეთი აკუსტიკაა რომ აქ სტუდია რო გავაკეთოთ, მაგარ რაღაცებს შავწერთო რა. და მაგ მანამდეც იყო ნაბიჯები ხო, ეტაპები მანამდეც იყო, სულ ერთად ვიყავით ბავშვობიდან. ისე მოვიყარეთ თავის სიმართლე გითხრათ ერთი მეორეზე ყველა მარც ვიცოდით რომ რაღაცას ვიღაცა წერდა თქვა. საერთოდ იქ დაიწყო წერა, ისეთი ხო აურა იყო რომ იქვე მოუნდათ წერა, მაგალითად მე რა, იქ დამებადა, საერთოდ არ ვფიქრობდი. და რომ დაიწყო საბამ, იქ ძალიან ბევრი ვიყავით, მე გაიფილტრა ზოგმა თავისი გზანახა ის და შემორჩით რა ეს. ნუ ეხა ისინი რამოდენიმე ჩვენი მეგობრები არიან, მაკაცები არიან, ესე რამე კი არ მოხდარეს კონკრეტულად. თუმცა შემორჩით რა ეს ერთეულები. ეს ფუნქციები გადანაწილებული გაქვთ ტექსტის, ვოკალური ხაზის, რეჩიტატივის თუ ხშირად არის ეს კითხვები და ავხსნი მამ ყველაფერს რა. ხშირად არის დასმული კითხვები, რომ ვინ წერს ტექსტს. და ტექსტს არავინ არ წერს, ყველა ჩვენ ტექსტს წერთ რა, მუსიკას როცა მოусმენთ და ვართ 6-ვეს ჩვენი ტექსტი გვაქვს. ანუ ერთი კონკრეტული ადამიანის დაწერილი არ არის რა. იცი? ჩვენ ესე მე ესე მიმაჩნია ჩვენ რეპში ეხა სხვა ხო ვერ იტყვის რა შენ სათქმელს რა ეხა მე თქვენ რაღაცას გეკითხებით მეორესგან ხო ვერ მოვისმენ მე მინდა რომ თქვენი პასუხი გავიგო ხო ამ თემასთან დაკავშირებით ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით და როცა ბიტს უსმენთ მაგალითად პეტო ეხა შეიძლება რაღაცებს კიდე ფიქრობს მაგრამ მეორე დაფა აქვს და მეორე დაფაზე საერთოდ შეიძლება ტექსტ წერდეს რა რაღაცის თქმა უნდადეს და მე უფრო კარგად ვიცი რა მინდა რომ ვთქვა ხო ხტები და ეს როგორი ამბავი ეციან ვერ იტყვის ან თავი კაცი არ არის თქვენ არა მე მინდა რომ ეს თქვა და მე ამას ვიტყვი მე საბა მინდა რომ ამ ბიძე ილაპარაკოს ამ თემასთან დაკავშირებით და საბა თავის აზრს იტყვის ამ ბიძთან დაკავშირებით რა ანუ თავისუფლება სრულიად და საერთო ჯამში ესე გამოდის რომ ერთი აზრია იმ გავლილიდან და ურთიერთობიდან გამომდინარე ერთნაირად იწერება. ნუ მაინც განსხვავებულად ყველას თავისი ხელწერა აქვს და ეს ინდივიდუალურობა ხდის განსაკუთრებულს და ეს არის მრავალფეროვანიცაა ყველაფერთან ერთად. კარგი, საერთო გაერთიანება რა. ერთი და იგივე აზრზე ვართ, არა სხვადასხვანაირი სიტყვები. ხო და აი მაგასთან დაკავშირებით მე შევინიშნე რომ ტექსტის ან YouTube-ზე მაგალითად ამ დასათაურების გვერდით ფრჩხილებში წერია ხოლმე ხშირ შემთხვევაში ყოველთვის არა ერთ-ერთი წევრის სახელი აი ეგ მივხვდი რას გულისხმობს ხო და აი ეგ ასე ვთქვათ ხაზგასმები რამ გამოიწვია რომ მეოთხე დასი ეს ხო ერთი ოჯახია მოძრაობა რომელიც ჩვენ ჩამოვყალიბებთ და მის მერე მოვდივართ და ურთიერთობები უბრალოდ როცა ეწერება მეოთხე დასი და სიმღერის სათაური გვერდზე ეწერება ფრჩხილებში იმ ადამიანის სახელი ან მაგალითად
პეტო ეწერება იმ შემთხვევაში თუ რეჩიტატივს ვინც კითხულობ? პეტოს მუსიკაა თავიდან ბოლომდე. გასაგებია. და მაგით ანუ სოლო ტრეკია. საიფერებს ასეთ ცალკე 6-ვე სახელები ჭკილებში არა. საიფერი თუ არის, ანუ ყველა თუ ვართ, მარტო მეოთხე დასი აწერია. 2-3 კაციც რო ვიყოთ, მარტო დასი ეწერება და უკვე ყველა ვიცის ვინ არის მე მოსმენს. თუ ერთი კონკრეტული ადამიანის თავისი სათქმელი აქვს, აუცილებლად იქ მე და თუ ვინმესთან ფიტი არის, ანუ ხო რა კოლაბორაცია თუ ხდება ხო მეოთხე დასი ეწერება და მერე ვისთანაც კოლაბორაცია გვაქვს რა ეგ ჭხილებში ვის სახელი წერია იმას არ ნიშნავს რომ ტექსტი მისი არის რა არა თლიანი ტრეკი მისი არის და გამოყოფილია რადგან მარტო არის იმ სიმღერაში სხვა არაფერი მადლობა მომწუხებას პირველი ტრეკი ან არტისტი გახსოვთ ვინც მოგაბრუნათ კი არა და მოგაქციათ ჰიპ-ჰოპისკენ აი რომ მოусმინეთ და მე მგონი ეს უნდა ვაკეთო რა მაგრამ გაასწორა ჩემთან ძირითადად ქართველებს ჰქონდა დიდი ზეგავლენა და წერხანას ვახსენეთ შურა რა მე მაგალითად ამგენიდან დავიწყე მე ბავშვობიდან ამ გადავიდოდი უფროსები არიან ჩემზე და აჩა შემდეგ შემოგვიეცა მაგის სტიმული და ესე რომ ვთქვა მუღამი რომ პეტრე კიდე ბავშვობიდან მე სხვაგან სხვა ენციკლოპედია აბა გისმენთ სოფლიო ჰიპ-ჰოპი იცის და ბავშვობიდან აი კლასელები რომ ხვდებიან ვისთან ერთადაც პირველი მეორე კლასში ვიყავი და რაღაცა ყველა მეუბნება რომ ბავშვობაში რაღაც ინგლისურ ტექსტებს ვეპავდიო და ბავშვობიდან მევასებოდა. ნუ შურა მართლა განსაკუთრებულია და ეგ არის ლეგენდა ადამიანი, იმიტომ რომ მაგან ძალიან დიდი რაღაცა გააკეთა. შემდეგ მოусმინე კიდე სხვებსაც თენთენი ძალიან მიყვარს ბავშვობიდან. ძალიან მაგარი ადამიანია, პირადადაც გავიცანი. სულოს უსმენდი ბავშვობიდან გეგეს პატივისცემა ორივეს და დიდი სიყვარული. კი, ქართველებსაც ყავს πολύ კარგი არტისტი, ძალიან რომელიც საპატივისცემოა და ისე ბავშვობიდან მიყვარს ამერიკული და რუსული. და ყველაფერზე ზეგავლენა მოახდინა აუცილებლად. აუცილებლად. რაღაცა ეს ვიწრო წრე ასე ვთქვათ ჰიპ-ჰოპის მგონია რომ კიდე და კიდე უფრო მასშტაბური ხდება და ძალიან ფართოვდება. ნენელა ხო, ამ ხელა ესეთი თავისუფალი გზა არ ქონია ჩვენ ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში. იზრდება და პირველი ნაბიჯები გადადგენ შურამ და ამიტომ არის რა რომ ეს ბევრისთვის ბოდიში სიმი არ მინდა კიდე გამოუჩეს მოკითხვა ჩემს ჩემს საყვარელ ადამიანს საერთოდ ჯამში უფრო ქართულმა ჰიპ-ჰოპმა მოუგზა ინსპირაცია რა ეს ერთი ადამიანი კონკრეტულად ვინმე ან ქვეყნის გარეთ რო იყოს რომ მოусმინე და მე ეს უნდა ვაკეთო ეგრე არა რა ანუ საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე როგორც ამ ჟანრში ხდებოდა და აკეთებდნენ ეს ძველი ხალხი მაგის ინსპირაციიდან გამომდინარე შევქმნით რაღაცები ან შევქმნით რა მაგან მოგსა მუხტი ხამის თქმაგვი თქვენ შემოქმედებაში უმრავლესი ტრეკი ამ სოციალურ პრობლემებს ეხმიანება და არა მარტო პრობლემებს არის ბევრი რამე რაც არა პრობლემებიც არის რა ისეთ საუბრობთ მრავალფეროვანი შემოქმედება არის. ძირითადად პროტესტი არის, ხო რა, ანუ ესე ითარგმნება ჰიპ-ჰოპში რატომაც შემოქმედების ეგ არის, მაგრამ ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს რა. არ არის მარტო ის, რომ აი რაღაც გავაპროტესტო. სიყვარულზე წერს, ურთიერთობაზე წერს, მეგობრობაზე წერს, ქალაქზე წერს, რაც გიყვარს, რაც არ გიყვარს, მაგრამ მინდა რომ თუ დაამოღავებს სიყვარულზე, ისე იწერება, რომ იქაც რაც უნდა წყნარი და მშვიდი იყოს პროტესტია, მაინც რომ რაღაცა გაწუხებს რა. ხო, გააჩნია თუ გაწუხებს დაწერო გაწუხებს თუ ძალიან გიყვარს დაწერო ძალიან მიყვარს და აი ესა რა ბევრი არა მორგებული რასაც ხო რა შენზეა მორგებული თავისუფალია რა ეს არ არის ზუსტი მეცნიერება მათემატიკასავით და რაღაცა ზუსტად მაგაში გამოიხატება ორიგინალურობა რა რომ მართლა თავისუფალია და რასაც გინდა იმას სიტყვი და სკულებში საერთოდ old school-ია თუ new school-ი თუნდაც გემოვნებით, თუნდაც თქვენი ორივე. არა, ნახე როგორი ამბავი არის. ჩემი აზრით რა, არ ვიცი, შეიძლება მე და პეტომ ამაზე დებატებში შევიდეთ. ჩემი აზრით არის როგორი, იცი? საქართველოში ვაფშე new school-ი, old school-ი, side by side რას ეძახიან ვერ ხვდები რა. არის დასავლეთი აღმოსავლეთი კი ბატონო, მაგრამ დასავლეთს აქვს თავისი აქცენტი, ხო ხვდები რა? ანუ თავის აქცენტი მიხედვით ალბათ რა. ხო, რაღაცა რა არის, იცი? ანუ ხელწერა რა, როგორ წერს დასავლეთში რეპერები, როგორ წერენ აღმოსავლეთში. მე მას უფრო აქცენტს ვეძახი ის რომ ტრობა და ერთმანეთს ვერ ვიტანს როგორც ამერიკაშია. არა, და როგორც ეკითხა ჟანრობრივად ხო, არა, ეგრე ძალიან ჩაშალე ხა შენ ეგრე არ მიკითხავ
ეგრე არ მიკითხავ. ხო, უბრალოდ ჟღერადობა ეხა old school-ის სხვა არის და new school-ის საერთოდ სხვა არის. სხვადასხვა რაღაცა. ჩვენ საით ხართ უფრო თუ ნახე რა არის old 26-25 წლის ბიჭები ვართ რა ანუ old school-ს ვაკეთებთ ხო ვერ ვიტყვი. აი ბიჭი ხარ წლები რომ დამაგე. ხო ეს ცოტა დიდია. 29. რა არის ე ანუ new school მაგალითად თასუცეგა new school-საც აკეთებს რა. მეც შემიძლია გავაკეთო new school-ი და თქვენი გემოვნება უფრო საით არის ეგ მაინტერესებს ვიდრე გემოვნება მაინც old school-ისკენ ჰანგებზე უფრო მორგებულია რა. კი მაგრამ პირადად ჩემი რა ვიცი new school-ის მომწონს ძალიან ორივე რა. ანუ ვერ გამოვარჩევ იმიტომ რომ ის იმ დროის იყო და ის საჭირო იყო იქიდან დაიწყო ძველიდან და ახლიდან გაგრძელდა და რატომ ვერ შეადარებ იცი ის იმ დროს იმას საუბრობდა და ეს ამ დროს ამას საუბრობს დროებშია სხვაობა ასაკში ხო თავისთავად ცხოვრებაში ყველაფერში რა და მაგას გინდა სხვა თემებზე გიწევს საუბარი შეგიძლია ძველი არტისტები შეადარო და ახალი არტისტები შეადარო ერთმანეთს და მე შენ რომელი გირჩევნია კი რა ძველ არტისტს ახალს ვერ შეადარებ რა ხო ანუ ეგ კითხათ ძველი გირჩევნია ახალი ორივე სვაფასებ ძალიან დედას ვისავარ და საერთოდ ჰიპ-ჰოპი ძალიან მიყვარს ყველა სვაფასებ მაგრამ მაინც ძველი რჩევ ოლდი ხო ხო აკო ჩვენშიც იყო ფარი მაგვერსაჩის ჩემი ძველი ჩაჩი მირჩევნია ეგეთ პონტი კარგი მოდი გააჩნდა თავარი არის მაინც აზრი რას ამობ რას გადმოცემ რას ეუბნები საზოგადოებას და რისკენ მოუწოდებ გინდ ახალი გააკეთე გინდ ძველი გააკეთე ხო და ის პირველი რა იყო რაცაც მოუწოდეთ და ის ძალიან ჭყალებში ვიწვი გავარდა რა რომელი იყო ეგ აი რამაც წაიღო და აი პირველი რა გავარდა თუ გასულ ხო დიდი ხანი დაჭირდა ჩემამდე აკეთებდნენ მე შემოვერთდი და ისიც ისე იყო რომ მე არ მინდოდა და რაღაცნაირად ხო ხტები ეს ყველაფერი რაღაც ჩემი კომპლექსები მქონდა вообще გადაღება არ მინდოდა ჩაწერა თუ ჩავწერდი დადება არ მინდოდა და აგერ საბუგამ ჩამაწერია მოდიო ჩავწეროთო არ დავდოთო მე რომ ჩავწერეთ მომაკითხა და წამოახა ეს უნდა გადავიღოთო რა და პირველი პოპულარული აი მეოთხე დასის რა იყო როგორ დათვება იყო პირველი როგორ დათვება უნდა გავფრინდე ჩემს ქუთაისში მე ალბათ მაგან წაიღო რა მე მოყვა მამბა მე მოყვა სხვა ტრეკები და ნახვებს ახლა ჩაუყევი ძალიან ბევრი ნახვები აქვს და მე აკრიფა თუ თავიდანვე წაიღო ამ რაღაცები გაქვს ძველი ძალიან ხო 9 წლის წინ დადებულები და მაგას მე მოემატა რაც პირველი გავარდა 2022-ში დაიწყო მილიონებზე საუბარი რა მანამდეც იყო კარგი ტრეკები რომელსაც ძალიან ბევრი ნახვები ჰქონდა მაგრამ მილიონების ჰქონდა უბრალოდ მოკლე დროში მილიონის დადება და მე მატება და მრავალფეროვანი ტრეკები დაიწყო 2022-დან. იმიტომ რომ მანამდე ძალიან დიდი წლები გავიარეთ, ურთიერთობები გავიარეთ და ადრე სხვანაირად იყო რა. უფრო შეთამაშებულები ვიყავით ერთმანეთში და უფრო კარგად ვიცოდით რა, როგორ ანაირად. ეხლა ისეთი პერიოდია, რომ გვიწევს სხვადასხვა ქალაქებში ყოფნა და ისე აქტიურად ვეღარა ვართ რა. და ამიტომ აკლია ტრესა channels საერთო ტრეკების, მაგრამ YouTube-ის მიხედვით ვერ ვიტყვი მაგას რო არ პასიურად. ძალიან ბევრი ტრეკი დევს 250-ზე მეტი ტრეკი. მაგაზე უნდა მეკითხა. 268 ტრეკია ვიდეო არის, თუ არ ვცდები თქვენი channel-ი რო ვნახე და 268 ტრეკი გაქვთ? ანუ 20 ალბომის მასალა გაქვთ და კიდევ მეტი რომლებიც ხვის არხებზე დევს. და კიდე რომელიც გადაყრილია. კი, ძალიან ბევრი. და ჩაუწერელი კიდე ძალიან ბევრი. ჩაუწერელი კიდე დავიწყე. ლოკოტებიდან გადაყრილი ამოხეულები, ხო? მიტოვებული. რო იქნებოდა ტრეკი. ფურცელი რო გაყვით და მე მახსოვს როგორ იდო სტუდიაში, საბა, მე მახსოვს როგორ იდო სტუდიაში 3 100%-ლიანი რვეული. აქედან 2 იყო მარტო საბასი, რომელიც ტექსტებით იყო სავსე. დანარჩენი ყველა ვხმარობდით იმას, რომ ესე იყო რა. მაგრამ მესმის რომ ყველა სისრულეში ვერ მოიყვანთ, მაგრამ 268 ძალიან ბევრი არის. ფაქტობრივად მართლა 20 ალბომის მასალა არის რა. ვერ ვჩერდი. ყველაზე თავარი ახლა იწყება რა. თავარი ნაბიჯი. გაორმაგდება მაინც, თუ არ გასამაგდება. კი, გასამაგდება. ცოტა ხანიც თქო. მე ვიცი რომ ეხლა მალე გეგმავთ ტურნეს, ხო ასე არის? მაგაზე რომ მოგვიყვეთ ორი სიტყვით. ტურნე ეს ისეთი საკითხია, რაც დიდი ხანი გვინდოდა. ბიჭების დამეთახმებიან ამ ყველაფერში.
და ვიწყებთ როგორც და მგონია რომ მომწიფდა ყველაფერი მაგისთვის, იმიტომ რომ ამდენი მსმენელი გყოლიათ და უკვე მზად ვართ რა. მზად ვართ და პირველი თბილისში 30 მაისს არტერიდან დაიწყება ტურნე. და საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ამ ტურნესაც ხო თავისი განსაკუთრებული მხარეები აქვს. არ იქნება ტურნე ისეთი, როგორც იყო ჩვენი ყველა ივენთი. რა თქმა უნდა, იქნება განსხვავებული ჩვენი შემოქმედებით. იქნება სხვა ტრეკები, იქნება სიახლეები, იქნება ისეთი ტრეკები, რომელიც არდევს და ხალხისთვის იქნება პირველად მოსასმენი რა და ძალიან მრავალფეროვან ივენთს ვთავაზობთ და იქნება რეგიონებში და რეგიონებში ყველაზე მთავარი და გველოდება რა. ეგეც შეგვიძლია დავაანონსოთ, ხალხმა იცოდეს, სად შეიძლება რომ მოგისმინოთ და ზუსტად როცა იქნება ალბათ. ზუსტად იქნება ეგ ინფორმაცია უბრალოდ ჯერ არ არის ხო. ბოლოდან ეს არტერია რო აუცილებლად არის, ეს არის წყალგაუვალი 100%, მაგრამ აი ჯერ საიდუმლოდაც დავტოვოთ რა. ცოტა ხანში ყველაფერი თბილისიდან ეჭვი მაქვს რომ ქუთაისიც არ იქნება საიდუმლო ახლა რომ ქუთაისში რომ იქნება და ქუთაისში რომ იქნება ხო და თბილისი და ქუთაისი თქვათ და დანარჩენი კიდე რეგიონებში გადანაწილდება აუცილებლად უსტურებით ინფორმაციას გაიგებენ იმიტომ რომ მე კახეთში ძალიან დიდი სიამონება მივიღე პირადად ძალიან მაგარი სვენელი კახელი აუდიტორია უბრალოდ ჩვენ ივეთი ქონდა აი პეტო იტყვის რა არა რა იყო განსაკუთრებული ისე დავხვდა ხალხი და მე რავი წამოსვლისას კიდე ისე გამოგვაცილა ასე მასამ ბავშვებმა და იმ ხელა სიყვარული ვიგზენი რავი დედასპიცა ვარ ეს იყო ძალიან ბედნიერი რაღაცა იყო ის დახვედრაც ხო თავისებური თქვა უნდა პირველი მაგას უყურებ უფრო ხშირი კონტაქტი არის თან აუდიტორიასთან ეს საქალაქო ივენთები რა ღია ძიშვის აი ყოფილა ივენთიო აი მოსულია ტიპი და ასე ძალით რო დგას ასე არც ბაუნსოს არც ყვება არც არაფერი ანუ არის ემოციას არ გაძლევს აი და მაგრამ ისმეს მე ხოლე ეგეთ ისმენელი და ისმეს უბრალოდ იმას არ შეუძლია რა მაგრამ რო უყურებ ხო ანუ ვერ მყვება და არ მისწორდება რა. არა, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეგ ენერგიის გაცვლა თუ არ ხდება, ძალიან რთულია, შეიძლება მოკვდე იქვე სცენაზე და ჩაიწვა და ჩაიფერხო და მაგას ენერგიის ცირკულაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ცოტა ხასიათი მივცე მერე და უნდა გასიამოვნო ხო მუსიკით ცოტა შენ უნდა გამაყენო და მასიამოვნო ხო მსმენელი რამდენი პროცენტით იხარჯება იმდენი პროცენტით იხარჯები სცენაზე ორმაგად იხარჯები შენ სცენაზე ვინ არის თქვენში ყველაზე დრაივი აი რო ხედავს რო არ არის რა კრაუდი არ მოყვება ვინ ხედავს ხოლმე პონტს ყველა ხედავს თუ ხო ერთმანეთს და მე ეგრეა რა და მე ხალხ მაგრამ ეხლა რაც გვაკლია ყველა ხედავს რა ეს არის თაზო თაზო რო არ არის მაინც ჩვენ გვერდით ცოტა ისეა რა ეხლა რასაც ვდებთ სცენაზე ორი იმდენი იქნებოდა თაზოსთან ერთად თაზო ამერიკაშია სუეცდებით რომ დაუკავშირდეთ ვიდეო კოლით და თაზო გამარჯობა თაზო მოგესალმებით თაზო გამარჯობა აი ბიჭებთან ერთად როგორ ამი ჩემს ძმას როგორც აღნიშნეს ძალიან დააკლდი ამ სასტავს და შენ როგორ ხარ მაგამ ბავშვი კარგი როგორ მიდის საქმეები ფოტოშოპის ვაგენდერ თქვენს გადაგდებს და მომწონს კაიფსაკის საკეთებდა ჩემი ხმა არის ბიჭებთან როგორ გაქვს ხოლმე კავშირი ხშირად გაქვს თუ კი როგორც ყოველდღიურად არც ისე დიდი თხოვება არ არის მაგრამ ყოველდღიურად ჩვენ კონტაქტზე როგორც ყოველთვის მუსიკის კეთება მოგენატრა თუ მანდაც მუსიკაზე ხარ გადართული მუსიკის კეთებაზე მეტად მაგენი უფრო მუსიკას ისე მოგვიყვნა ბიჭები თქვენ შესახებ და ძალიან აკლი ხარ აქ ბიჭებს და მე მგონი ჯობია რომ სამშობლოს დავუბრუნდეთ და მოკლედ შევეხოთ ყველა თემას და ჩამოდი ყველაზე პირველი მაინც იყო ჩვენი გავლილი ბავშვობა რა მეგობრობა ძალიან თბილად ახსენდება ალბათ ყველა და მე მჯერა რომ ჩვენ განსხვავებული ბავშვობად და განსხვავებული სიყვარული მაგითი მოდივართ თქვენთან და ძალიან კარგი პერიოდიც იყო ძალიან ბევრი რაღაცები გამოვიარეთ და რაც შეიძლება კულტურულ დაფიქრას ის თქონდა რომ ალბათ უფნის ძალით ტოვეთ ერთმანეთი ადამიანებმა ვისაც ერთი კულტურა გვაინტერესებდა და მის წინდე ძალიან დიდი მეგობრობა და ძმაკაცობა იცოდა
ერთგვარი გამართლება მე ასე ვთვლი გამიმართლა მაგ ბიჭებში რომ ადვარდ როგორც შევატყე ამ ბიჭებსაც ეგრე გონია რომ გაუმართლა რომ თქვენ ყავდით რა თქმა უნდა ეგრეა ტურნეში რომ მიდიან გეცოდინებათ ალბათ ხო კი აპირებენ და კოლექტივის ძალიან კარგი არის იმიტომ რომ რაღაცა მოვეკიდეთ ამ საქმეს ისე როგორც პროფესია ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ და ჯერა რომ გამოგვივა ეს ყველაფერი და ყველაფრის საქმის კურსში ვარ რა თქმა უნდა და გვინდა რომ საქართველოს არა მარტო სოციალურად და YouTube პლატფორმებზე არამედ ისეც ავიღოთ პროფესია და თქვენ რაც ჩვენ გვეკადრება ისეთი საქმე ვაკეთებ და ისეთი კონცერტი მადლობა თაზო ბიჭებს ხო არ უნდა რამე რომ გვიყვარ ხარ და გვენატრები მეტი არაფერი დანარჩენს ისედაც ყოველდღიურად და დღეში 10 ჯერაც კი ვლაპარაკობთ კი ერთად ავარ ჩართული ამ პროცესებში და ის ხელის გადაწყვეტა როგორ იყო ეს რომ წავიდა რომ ჩამოახელი უნდა გადაგიწიოს თუ რამე კი ძალიან გვაკლია მაგრამ ყველანაირად ახერხებს და ყველანაირად ცდილობს რომ ჩვენთან ყოველდღე იყოს თავისი ძალებით, ენერგიებით, ყურადღებით, მაინც ჩვენთანაა და სულ ჩვენთანაა, სადაც არ უნდა იყოს და დედასვიცა ვარ და გაგიმარჯოს აი ხა უნდა გეთქვა გაგიმარჯოს ხო რაღაცა ხო ჭიქა უნდა ამეწია მაგრამ ამერიკაში არის მაგრამ ავკარგავთ რა ერთმანეთის მიმართ ჩვენი სიყვარული ერთმანეთის მიმართ ეს ყველაფერი არის დედასვიცა ვარ განუმეორებელი და მადლობა შენ ჩემო ძმაო ჩემო ძმაკაცო აკავშირ გულში მამა ჩემი ძმები შენ დამაკავშირე შენ წამიყვანე პირველად ბიჭებს და ვაჩე სულ პატარა იყო ჩვენს გვერდით აღა ჩემზე დიდია ხოდა ზურა ხო ხედა მაინც თაზო გამაგონა ყურადღება ეხელით გადაწევა აღწევს გვიყვარ ხარ მაგრამ გვიყვარ ხარ და გვენატრები ერთი დღე არ გავა უშენოთ და ჩვენთან ერთად ხარ ეგრეა მართლა მორალურად და აკოცეთ გულში აღარ შეგაწყენს თავს ვაჭ ნიდი გაკოცეთ მადლობა რომ დრო გამონახე ჩვენთვის კარგად კარგად ამიტომ ტურნე არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რა იმიტომ რომ ქუთაისიდან და კახეთიდან ამ ორ ქალაქში გქონდა ჩვენ ტურნესა ღიაციშვილის კონცერტი და იმხელა სიამოვნება მივიღეთ და იმხელა გამოცდილება იყო ამხელა აუდიტორიის წინ კონცერტის ჩატარების რომ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს რომ ყველგან მივიდეთ სადაც იქნება შესაძლებლობა და სადაც არის ის ხალხი რომელიც გვისმენს ჩვენ და უყვარვართ რა. და ეს რაღაცას ვეთქვი და დასი ხალხს და მივალთ ყველგან. ხო, და ეს რა მეკითხა რა არის დასი ხალხს და ხალხი დას. სანამ ვიტყვი პეტოს ლოგოს. არა მე იმის თქვა მინდოდა რომ დახურული ივენთებზე მეტად ეს ღიაცის ხო ჩვენთვისაც ასიამოვნა თქვა. თავისუფალი დასწრება ეს არის რავი ძალიან იმიტომ რომ ბევრი შეტყობინება შემოდის რა დახურული ივენთებზე რომ ბავშვსაც კი უნდა მოსვლა პატარას რომელსაც არ შეუძლია ჯერ ასაკის გამო რა არის რა ეს ნიუანსები რასაც არა იქ მასშტაბიც ბევრად დიდია ხო ცხადია აქ უკვე სრული თავისუფლება არის და აი კარგია ვით ყველა ქალაქში ჩავართ რა ვინც სადაც გველოდება ვისაც უყვარვართ ყველას ვესტუმრებით აუცილებლად და ეტაპობრივად ინფორმაცია ჩვენს არხზე დაიდება და მიეწოდება თან ხალხსაც რა ამიტომ ხშირად უნდა ადევნონ თვალი რა ჩვენს ინსტაგრამში მოდი კომენტარებშიც მოგწერონ რომელ ქალაქში უნდათ რომ აი კარგია ჩავიდენ და იმედია გაითვალისწინებენ ბილეთები რო გავათამაშოთ მანდ 30 მაისის გავათამაშოთ ხო შეგვიძლია ეს ექსპერიმენტად გავათამაშოთ როგორ არა საჩუქრად იქნება ტურნი ხო 30-ში იწყება ორი ბილეთი თქო კი ვთქვით წეხან და ორი ბილეთი გავათამაშოთ კომენტარებიდან ამოირჩევა ხო გამარჯვებულია კი როგორ ხდება ხოლმე სტილი კიდე და თამაში თქვენ მოიფიქრით გათამაშების სტილი როგორ ხდება რენდომად დაწერონ ალბათ და რენდომ პრინციპით შეირჩევა რენდომაიზერი თვითონ ამოაგდებს ორ აჰა ანუ კომენტარებში უნდა იყოს აქტიური. არა, ერთს რომელსაც ორ ბილეთს მივცემთ ალბათ, ხო? ხო, ნუ ჩვენ გეუბნებით თქვენ სისრულეში მოიყვანეთ. კი ბატონო. ხედავ დავალებაც მოგწეს უკვე. კომენტარებიდან მოკლედ მეგობრებო ვარჩევთ ერთ ადამიანს, რომელიც ვარჩევთ ჩვენ არა რენდომაიზერი, რომელსაც გადაეცემა ორი ბილეთი ლაივზე. წეგან ამბობდი, ძამი დასი ხალხს რატოა და ხალხი დასო. იმიტომ რომ ჩვენი ოჯახი ასე ვიტყვი, ხო? უკვე დიდ მასშტაბს მოიცავს
დიდი მსვენელი, დიდი სიყვარული არის, სადაც დავდივართ ქუჩაში, პატარადი, ყველას უხარია ჩვენი ნახვა და ანალოგიურად გვიხარია ჩვენს. ძალიან ბუნებრივები ვართ, ძალიან უბრალოები ვართ და ვფიქრობ ამიტომაც უყვარვართ ხალხს და ჩვენს გვიყვარს თითოეული, ვინც ანალოგიურად არის განწყობილი. ამიტომაც დასი ხალხს და ხალხი დას და ხო, სულ და მუდამ, მაგრამ რისი თქვა მინდოდა ბოდიში გაგაცველი. ჩემ თავს გაფიცებ როგორი სიტუაცია, იცი? აი, წეხავ ლაპარაკობდით ამ თავის მოყრაზე, პირველ ნაბიჯებზე. ხო. და ერთი წელი გავი, უკვე კი 10 წელია. 10 წელი სრულდება. ერთად ვართ, სრულდება, მაგრამ ერთი წელი გავი და 2 წელი გავი და ამხელა ფართო მასშტაბებზე შეიძლება არ ვიყავით, მაგრამ მივხვდით, რომ რაღაც სვენელის დოზა უკვე გვყავდა რა. და ჩვენი სიტყვა ესმოდა ამ ხალხს. და ჩვენი ნასაუბრები მოწონდა და გულთან მიქონდა და რაღაცა სადღაც თავს პოულობდა რაღაცა მომენტში ვიღაცა იმ პროტესტის მიმართ რომ ჩვენ ვისაც ვთქვათ ლანძღავდით ასე რომ ვთქვათ მუსიკით იმასაც ის ქონდა სათქმელი და ისაც ნაწილი არ მოწონდა რაღაცა და იმასაც იგი ყავდა გასალანძღი და სადღაც დაემთხვა აზრები და მივხვდით რომ ხალხის მასაში შეგვეძლო ეს და ყოველთვის შემდეგ ჩამოყალიბდა ტრეკიც გვაქვს წლების უკან დადებული არც ისე ხარისხიანი სამწუხაროდ, მაგრამ ქვია დასი ხალხს. იმიტომ რომ გავიაზრეთ, რომ თუ გაკეთდებოდა რამე, უნდა გაკეთებულიყო ხალხისთვის, მარტო საკუთარი თავისთვის არა. და დარჩა ასე, დასი ხალხს. ეს შემდეგ უფრო მივიდა მასამდე და დღეს უკვე პასუხი მისი ხალხმა გაგვცა. ხალხი მაგი აღარ იგეგმება მაგის კარგი ხარისხით ჩაწერა? იგეგმება, კი, ისედაც უკვე ნელა ხარისხი გამოკეთებულია და რა შედარებაა და თითქოს ეს საუბრობ ძალიან დიდი ხნის უკან. ხო, მასშტაბურობ ცოტა წლების უკან. 7 წლის. ნუ ხალხმა ასე გვიპასუხა, თუ დასი ხალხს, მაშინ ხალხი დას და თქვენ გვერდში ვართო რა. და ვართ ერთმანეთის გვერდით და თუ 10 წელია უკვე ვართ და ყველაზე კრიზისული პერიოდი ქონდათ საერთოდ და აი რომ ღირს თუ არა გაგძელება და კრიზისული პერიოდი მაინც გაიტანეთ მუსიკის ჩექრის ხრივ კი ოჯახის ხრივ ქონდა აი ამ ჩვენი ოჯახის ხრივ და მაგი იყო წეხა რა საჩომ თქვა რა თაზო რო გამოგვაკლდა თითქოს რაღაცა გულია მოგლიჯეს კაიგა ნაწილი აღარ აგვაქვს ისე რო ახლა მუსიკალურად რაღაცა კრიზისული პერიოდი მქონდა ეს მე არ მახსენდება არა მაგიტო ვიყავით ყოველთვის ერთად აი უბრალოდ ჩვენი ხარბეჭი ჩვენი გული ის ადამიანი რაც ერთიანი უნდა იყოს რაღაცა ამ მომენტში არის სხვაგან თავისი ხო და კრიზისულ მდგომარეობას ქმნის ახლა ხო ეგ არის და ეგ რაც ვთქვათ მაინც ისეთი სრულფასოვანი ვერაა დასი რომ თაზო აქ არ არის რა არის მაგრამ ну ეგ თქვენი შეგრძნებით ალბათ ხო ჩვენი შეგრძნებით კი და ხალხის შეგრძნებითაც იმიტომ რომ არა თვითონ რომ წავედა მეორე ვაჭი დატოვა ერთი ვაჭი წავედა მეორე დატოვა გააგზავნა გახლავართ თქვენ დაგიტოვეთ ვაჭე თქვენ გახდით ვაჭესები მაგრამ მალე დაბრუნდები და კიდევ იქუხებენ ქუთაისელი ბიჭები ну არ გვიყო კიდე გვინდა ანჩი ამიტომ პროცესი როგორი გაქვს ტრეკების წერის ეგრე იკრიბებით რამე სპეციალურად თუ შეიძლება ცალ-ცალკე დაწეროს საერთოდ და მერე სადმე ერთად შეიკრიბოთ უბრალოდ და ეგრე გაუშვა არა ჩემ ზურაზე ვიტყვი ეგრე ზურადა დავიწყებ რა ზურაი როგორი ვიცი ნახე ეს ბიტი მაქვს და ეს ტრეკი მაქვს და დაწერე ტექსტ კი შეჩემო ახლავე დავწერ და ადგება ასე ტელეფონში და 5 წუთში დაწერს დედას ფიცა ვარ ანუ როცა უნდა დაწერს მე პირადად ვერ დავწერ როცა მინდა რაღაცა უნდა მომივიდეს ველოდები როდის მომივა რაღაცა ტალღა არ ვიცი მუზა თუ რა ქვია და შესაბამისად წერ ანალოგიურად საბასაც ეგეთი ისა აქვს რომ შეიძლება უნდოდეს და გვინდოდეს და ვერ დავწეროთ მაგრამ უცებ დაგარტყავს რაღაცა და გეწერება რა ეს ტექსტუალურად და ხო რა ტექსტ მუსიკალური ნაწილი ანუ პრობლემა არა ზოგი შეიძლება თბილისში იყოს თაზო ამერიკაშია და ანუ ესე რო ეხა თქვა ვაკეთებ ადრე როგორ იყო ახლა კი ცოტა ონლაინით გვიწევს ხოლმე სამწუხაროდ კონტაქტი მაგრამ ადრე როგორ იყო ჩემთან როგორც დაიწყო ზურაბ წეხან საუბარი პადუალში ყველაფერი რომ მოვიყვანე ცისრულეში და გქონდა იმის ჩაწერის ამბავი და სიტუაცია შეგვეძლო მაგი გაგვეკეთებინა თქვათ მე ვიყავი სახლში მაშინაც იყო სკოლაში მოირბენ და გაკვეთილები რო გამო მე არ დავდიოდი სკოლაში იყო მაშინ ასაკთა სხვაობები ახლა დღეს რა თქმა უნდა
მე მაგითო გავვაგდეს ფუტბოლო. მე შემოვარდოდა აგერ სუკა შემომიღებდა კარებს მე და თაზუნა მაშინ იმ პერიოდში კიდე ძირითადად სულ ერთად ვიყავით მომენტებში. თაზონ დამაკავშირა ბიჭებს. ერთოთი რაღაცას დავახვედრებდი, ან ის მოიტანდა რამოდენიმე კუპლეტს. ვა, მე მომეწონებოდა, ვა, მეც მინდა. შემოვიდა აჩი. ვა, მაგარია, მეც მინდა. და აი საღამოს უეჭველი რო ერთად ვიყავით, აუცილებლად საიფერი იქრებოდა. ყველანაირად. ანუ ადრე დღე არ გადიოდა ერთმანეთის გარეშე. და მუსიკას შეგულობდით ხშირ შემთხვევაში. დღეს ახლა თუ რამეს გამომიგზავნის და ნახეურა გავაკეთეო, კი, იასნია რომ მეც მინდა. რა თქმა უნდა დღესაც მასია. პროსტა მე ჩავწერე ეს, აქ ჩაწერს და ეს იყო რა. ხო, მაგრამ ეს იყო ტექსტის საშუალება რომ შეკრათ. დღეს ძალიან მაგარი ძმაკაცი მყავს ჩვენ, ნიკუშა. როდბაი ნიკა. რომელიც მუსიკას თვითონ აკეთებს რა, მუსიკას ბიტს თვითონ გვიგდებს და მე თვითონ ის ბიტი უკვე თემას თვითონ გაქმნევინებს რა, მუსიკის კუთხით თქვენი კითხეთ წეგან მოგისმინე? როდბაი ნიკა, ჩვენი ძმაკაცი ადამიანი, რომელიც პირველ რიგში უმაგრესი ადამიანია და უსაყვარლესი, უწესიერესი და უპატიოსნესი. და მე კიდე ძალიან ნიჭიერია და მაძლევს, შთაგონებას მაძლევს აი მის ბიტებს, რო უსვენ შეიძლება ვერაფერი ვერ დავწერო, მაგრამ ის ბიტი მესაუბრება თვითონ. ამ ბევრმა ნახვებმა და ბევრმა საზე გასვლამ ბოდიში რო გაგაწყვეტინე. შეცვალა მიდგომა თქვენი, არ უფრო ისე თავისუფლად წერთ, როგორც წერთ თუ სხვანაირად უყურებთ უკვე. პროცესს თვითონ პასუხისმგებლობას მომენტში რაღაცა ისე დამიწერია. და მე ის შემიცვლია რომ პროსტა ეს ხალხმა არ უნდა იმას მოისმინოს. ეს უზდელობებია ზიგდი. არა, ანუ უზდელურად შეიძლება არა სტილობიანად შეიძლება თქვა, მაგრამ უზდელობა კი არა, რაღაც საზიზღრობა შეიძლება გამოიწვიოს საზიზღრობა. თუ ძალიან ბუნებრივია ეგ საზიზღრობა შეიძლება მაინც და ანუ ეგეც მოსულა ჰიპ-ჰოპში მგონია ყველაფერი მოსულა. Cari Fantaus, Cari Fantaus, Cari Fantaus, Cari Fantaus. Cari Fantaus, დაგროვებულ ყველა წარსულის ნაგავს მე კი ისევ დგავარობაში და ვებთან ერთად არახს. ვებთვით რუტინას თავი ერთობით გაგვაქვს და რა გვაქვს მნიშვნელოვანი ერთმანეთის გარდა. სადა ხარ, აქა ვარ, იქა ვარ, ხდეს თუ კი ვერ მიცანი მე აგიხსნი ვინა ვარ. ჩემი ვინაობა და ასე ბიჭები ვწერთ ტრეკს ვეტანებით სასმელს. ჩვენი შეხება ინსტრუმენტთან საოცარი. გარეთ არის კარი, ირგვლივ ბევრი მეგობარი, ლოკაცია ქუჩა. კიდია ყველა ბარი, წვიმანებით საცდობთ. იყოს რაც არის ცნობრიც, ვცნობდებ მოსწონ ზოქსის, ზოგზე თუ მიყვები, ცნობებს ილის წინ, მეგობრები, ნოტებს იმისთვის. ბეტო, ჟღერადობით ხიბლავს დრაგისელერი, სასაცილო არის თქვენი წრე და თქვენი მსმენელი. მაყურებელი და ხელის დამფარებელი, ერთ ვაგონში არიან დაფეთქდება მატარებელი. სანაბდილერი რეპერი შვილებს გვიჯატოვებს, მართლები შევკრახეს გიჟად რიჟა ბაზარს დინჯატოვებს, მოსგი და ზოგი კიდევ ისეთ და ნაზოგებს აგროვებს, დრო პასუხ გაუცემელს მე ვიცი არავის დატოვებს. ისევ ყოველი უვიცის სფეროს იფერებს, კერავს სხვადასხვა ნიღბებს და წითელ წერტილებს იკერებს, ეგ გვერდით ვინ დაიღენ, მე ვიცი ვინს დაიყენებს, ის ვინს პალეთ დააყენებს, ერთ ადგილს და ვერ იღერეს, აქ უსამართლობას მარტო ჩემი ანები ვხედავთ, როგორც ვატყობ ყველა გაჩუმდა, თავის თავს ვიხედავ, როცა მიწვდა სიმაღლეებს აღარ უნდა ეთავხედა, მერი ადამიანის გულში არავინ ჩაიხედა, შენ თუ ქალიან და ფული ქსვლის, დასული ხარ ხელიდან მე ვიცი რისი სულიც ხდის, ნიშნავს რომ სიბოროტით მოვალი ისევ სულიც ხდის, თუ არ მოგაკითხა იგეთ მიაკითხავ სუიციდს, სულბიცდის, აქ ყველას თავისი ჟამია წამებს და გეუბნებიან რომ დაიჭირო, წამიხედავ თავისაც განყავი ისაც დაიკარგე ზამი, წადი, აქედან დაიკარგე ზამი, მაგრამ მე თუ წავალ გავიყოლე ფავორიტებს, ისე როგორც კლავდი ბიტებს, დავამსხობდი მაგათ ბიტებს მე, როცა წავალ თუ მომიტან ვარდებს ბიტებს და საერთოდ თუ მიტირებ ერთი საცელი და მინდე, სიფინძურეებს გონებიდან დევნიდე მინდა ახარ დასევდე ფუფუნებას და მარგალიტებს, არ კიდა მაქსიმაღლეზე არ ახვიდე, საერთოდ ნუ უსვენ მაგენის ყველაფერს ერიდე. რაზე ვისაუბრო, სასაუბრო ბევრია, ცელობებიც იყო, მაგრამ მაინც ვერ მოგვერია, ჩემი თავის ინდისის სამარა შემოვრჩენია, რადისი არავისთვის არაფერი შეგვირჩენია, თემა ასეთია ცოტა რთული გაუგებარი, შენს თუ ასეთ გონკებში ხარ მაშინ გაუღეკარი, ვრჩები ისევ იმედიან ხარა ჩემი თავის, სვამ ჭაჭას
შენ მოყვარული შევიდანი და ვერც კი გაგვის რო ვერაფერს ავნებს გლის ხავს თუ კი ბევრ საუბრობაში გეკითხები ვინ მithქვამს მე შენთვის ბევრჯერ მithქვამს გაგილამაზებენ და ვარ სტილს და სიბას ასე ბრუ ისევ სასმელს და მოსატევს მიჩვეული კვლავ ჩემ თავს ვიყრევ და ჩემ თავს ვიყვლევ რა უნდა და რა არა სიარა ფიზელი მან თუ რამდენი გაატარა არა და შესაშურად ხიძელია დღეძამა შუაღამებ არყის და კვამლის ბოთლი შეჭამა ბოთლი 1 ბოთლი 2 და მეცნობა ჟონგლი 2 ბოლოს საკეთი კეთილები და კორიდორი ნაპორი ცოტა დუხი რა რუპორი სიჩუმე სიშავე და ბნელი კუტოკი ორი სუტკა ნათები თვალები თვანათებამ ღამით ხავის ხურთკა მოხურული და გადაპარსული თავი ასი არის თურვე ნერვები და ხასიათი უკვე ასი არის უკვე ასი არის თურვე გარიბანდა დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ. მადლობა ყურადღებისთვის და ყველაფერს საუკეთესოს გესურვებ წარმატებები და წინსვლა. წარმატებებს და ბევრი გამოწერი, ბევრი მაყურებელი და წარმატებები თქვენ რა. მადლობები ყველას. შეგახსენებთ ჩვენი მუსიკალური პარტნიორია Music Room-ი და ჩვენი სპონსორია კურსი G. მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენი სპონსორია Aroma King. მადლობა, ჭეო, გენაცვალე.